მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა მივდივართ დასავლეთის მიმართულებით. მოგეხსენებათ იქ შემოსულია საქართველოში მე გიორგი და პატივცემული ვაჟა. გასტილებით. ისე მოენატრა ნადირობა რომ ვერ გაჩერდა და სახში და წამოვალო. პირდაპირ ეს ლულა გვაქვს დაყენებული მარცხენაში და ორივეში რა მარცხენა. აბა რა მოლოდინები გაქვს? ირაკლი ჯერ ერთი მაქვს მოლოდინები ძალიან დიდი, მეორე არის ის რომ აი ამ ჩემმა ფეხმა ძალიან წამომწია უკან იმ ამბავში რომ ნადირობ ყველას ირაკლი მეთქვი რომ ირყავით მიჭებო ხილად ფეხი ამ არ მოიტეხოთ მე ამისიდან და ფეხი და მოვიტეხე და აი ირაკლი და ჩვენი გიო ცეს პატივი და ამოგიდგენ ხარში და ეგრე გასტილების ფაგურად ჩვენ მეყოლებით. უნდა წავიდე სანადირო და მოლოდინები კარგი. ძალიან კარგი. გიორგი, როგორ ახარ ვინჯო? სალამი. მივესალმები ყველას. მაგრად ვარ, ძალიან მიხარია ამ დღეს ველოდებოდი, ძალიან დიდი ხანი მივდივართ. კრასნოდარიდან დარეკეს. კრასნოდარიდან დარეკეს, კვატები წამოვიდნენ და მე ირაკლი და ვაჟა დავეშვებით, რომ დავხვდეთ კრასნოდარის იხვებს. მოკლედ, რავი, მოლოდინები ძალიან დიდი მაქვს. მიხარია რომ ვაჟა შემოგვიერთდა და დანარჩენს ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ლამაზ კადრებს შემოგთავაზებთ. კი ბატონო. მოგესალმებით, იხვსე ნადირობა სჭირდება ძალიან დიდი მომზადება, ძალიან დიდი ძალისხმევა და მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი დიდი ნადირობაა იხვსე ნადირობა, რადგან აი ბარგის რაოდენობას უბრალოდ შეხედეთ. აი ესაკირე ო ძალიან დიდი ბარგი გვაქვს. ვრანგლერებს ტოვებთ თბილისში და მივდივართ ნამდვილი მანქანით დასავლეთში. კლუბი მონადირე. იქ დაგვხვდება მათე, ჩვენი ძმაკაცი, ჩვენი კლუბელი, ასევე ბაჩი დაიძრება ქობულეთიდან და მოკლედ კარგი გასვლა გამოგვივა და შედეგებსაც თავად იხილავთ. ეხა უნდა ჩავლაგდეთ და წავიდეთ, იმიტომ რომ ერთი სული გვაქვს, როდის ჩავალთ. აბა წავედით. მოკლედ ჩვენს მეგობრებს ვესაუბრეთ დასავლეთში. საკმაოდ კარგად ნადირობენ. სამწუხაროდ გერმანიაში ვიყავი და ვერ მოვახერხე ცოტა ადრე ჩამოსვლა. მანდა მაინც მაშინ დამირეკეს კრასნოდარიდან იხვების ამბავი მომახსენა, თორსა მე გერმანიაში ვიყავი. მაგრამ კარგია, ჩვენი მეგობრები კარგად ნადირობენ, ჩვენც შეუერთდებით და კარგ ნადირობას ჩავატარებთ. კარგია. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ესეთი ჭარბი რაოდენობა იხვი ბოლო 10 წელი, 15 წელია ალბათ მე პირადად ეს რაოდენობა იხვი არ გამიგია რომ საქართველოს შემოსული იყოს, მაგრამ ეს გამოიწვია იმან რომ კრასნოდარში ძალიან დიდი ყინვებია, ქარებია, იხვებმაც გადაწყვიტეს რომ თბილ ქვეყნებში ჩამოსულიყვნენ. წავედით. მოვიტეხე ფეხი. მოგეხსენებათ რომ ნადირისთვის ფეხის მიტეხვა არის ძალიან რთული ამბავი. დღეს გადავწყვეტეთ ირაკლი მე და გიორგიმ წავიდეთ სანადიროდ დასავლეთში. მინდა აქვე ვისარგებლო მომენტით და მადლობა მოუხადო ყველა იმ მონადირეს თუ არა მონადირეს ვინც მომიკითხა გვერდში დამიდგა. ანუ უკვე ორი თვე გავიდა და ფეხი უკვე მიწას შევახე და გავდივარ რეაბილიტაციას. ეს არის ყველა იმ ჩემი მეგობრების დამსახურება. არ მინდა ეხლა რომ ჩამოვთვალო, იმიტომ რომ ვიღაცები გამომჩებიან და არ მინდა რომ ვინმე ვაწყენინო. ყველა კლუბს ვინც არიან და ვინც გვერდში ამომიდგა რომ
ისევ დავდგე ფეხზე და წავიდე სანადიროდ. ყველას ვიხდი დიდ მადლობას ჩემო ძმებო. მოგითხრა შემოგითხრით ყველას. დიდი მადლობა და ალბათ ამ სეზონს ჩავაგდებ და მომავალი სეზონიდან ვიქნები თქვენს გვერდით. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს. როგორც ახლა დავუნიშნეთ, მივდივართ დასავლეთში. უნდა ვინადიროთ იხზე. ჩემს უკან ეხლა გელოდის ირაკლი და გიორგი ხასაია. თავისი აღჭურვილობით მოგეხსენებათ იხზე მოდივებას უნდა ბევრი აღჭურვილობა. ვიცა ეხლა დავუდგეთ და წინ გავატაროთ. ესე იგი, სანამ მიხსე წავიდოდით სანადიროდ, გადავწყვიტე რომ ჩამოსულიყავი სამტრედიაში ჩემს ძმასთან, მეგობართან, ათანასესთან. გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. როგორ ახართ ზოგადად? თავად. არა გვიშავს, აგერ არის ჩვენი Subaru, მთელი მოწყობილობები და ასე შემდეგ. და აი ამ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს საათ პატივცემულო? სამტრედიაში, სააკაცის 6 ნომერში. მოკლედ, ესეთი ლავაზი სამონადირო მაღაზია გვაქვს, სადაც ბევრი აქსესუარები გვაქვს, წარდგენილი თქვენ წინაშე, იარაღები, ყველანაირი ინვენტარი და თვალშეულებია ცოტას, ხო? კი ბატონო. შევიდეთ დავათვალიეროთ და ასევე ავიღებთ სანადირო ვაზნებს, რომელზეც გვაძლევენ რეკომენდაციას და სხვათა შორის არის ძალიან ხელმისაწვდომი ფასები. ეხლა იხვების ჭარბი რაოდენობიდან გამომდინარე მაღაზიაში კი ხედავთ რა ხდება. დღეს რამდენი იარაღი გაიყიდა დაახლოებით? და ზუსტად 53 ტონი. აჰა. დასავლეთ საქართველოს სამტრედია 53 იარაღი დღეში. მაგარია. კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ მე მახსოვს წინაზე რო ვიყავი, აქ ძალიან დიდი აქსესუარები ქონდა, სამონადირეო, ტანსაცმელები, იარაღები, კაია, სხვათა შორის. შევისწრებთ. ერთ კვირაში პირობას დავდო, მოხმარებას ვეუბნებთ. ნეტა ყოველ წელს ამდენი რაოდენობის იხვი შემოვიდეს. იხვი გამოჩნდა, შეც გამოჩნდი ჩვენს. მომძალია. აბა, აქეთ რა ხდება? ბიჭებო, მოგწოთ მაღაზია. იხვებზე მივდივარ სანადიროდ. კასტილებით. კი, ჩვენი ესე იგი, რა ვაზნებია? ვაზნები გვაქვს დღეს მდგომარეობით მესკოს ფირმის, მეგას ფირმის, ბორნაჩის ფირმის და ბაშერის ფირმის ვაზნები გვაქვს დარჩენილი. ხო. ხსენება, კიდე ერთხელ აღმოჩნდა ვიტყვი რომ იმდენი ვაზნებით იხვია შემოსული არ ველოდით და თვალისთვის მარაგებს შევავსოთ აბსოლუტურად ყველაფერს. დღეს მდგომარეობით ესია. ნომრებში, კონტეინერებში ესეთაკი გვაქვს ყველაფერს ეს და გასაგები, ამ ვაზნაში რა ბრენდით წამალი ნობერსპორტია. იტალიური ნობერსპორტია დატენილი და საფრანგეთი თურქული. ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში თბილისში შევედი, სადაც უნდა გადაგვეხადა ვაზნაში 3 ლარი. იმპორტიორები იყვნენ ამ ვაზნების და ვკითხე წამალი და ჩვენ რატომ უნდა ვიცოდეთ წამალიო. აი ესეთი ხალხი მაგიტომ მუშაობენ ესეთ მაღაზიებში და აქვს შესაბამისი გაყიდვები, გაითვალისწინეთ მაღაზიები. გაიხვალეთ დიდი მადლობა. ნობელ სპორტი მშვენიერია. ფასი ძალიან მისაღები არის და დანარჩენს ნახავთ უკვე პრაქტიკაში. აბატონო, რაღაცები შევიძინეთ, კარგი რაღაცები გვაჩუქეს. დიდი მადლობა. კარგად. წარმატებებს გისურვებ. თუ შემომაგდა ვაზნები, აუცილებლად ლოგაცია შაგიგდებ. აუცილებლად. კურიერს გამოვატანე. აუცილებლად. ჩემი ხელით მოგიდა. წავედით. ვემზადებით, ახლა ხვალინდელი დღისთვის წეღან ვიყავით ადგილზე, სადაც უთენია უნდა შევიდეთ, შესაბამისად წინასწარ გავიარეთ, თქვათ, მანქანით მისასვლელი როგორი იყო. დავზვერეთ, ყველაფერი ვნახეთ, ცოტა რთული სასიაურო რელიეფია, მაგრამ წყლამდე რაღაცნაირად მივალთ. გიო, დავიღალეთ ცოტა დღეს არა? კი, დავიღალეთ, მაგრამ გემრიელად ჭამეთ. ეხლა ცოტას დავისვენებთ რა ერქვა რესტორანს, პატევი რო გქცეს? დიარონი. რესტორანი დიარონი. დიარონი. ძალიან კარგი რესტორანი, ზუგდიდში თუ მოხვდებით აუცილებლად დააგემოვნეთ მათი სამზარეულო, ძალიან გემრიელად ვივახშმეთ. აქ არის ჩვენი 3 იარაღი, რითაც ვინადირებთ ხვალ. Faber XLR, Faber XLR და Armsan Phenoma. აი ესეთი იარაღები გვაქვს. მაგის ლაჩვე. ალა. ოკელა. ხო. ფიქსირებული ჩოკით არის სხვათა შორის. ეს ლულა, არ ვიცი აქ კარგად ჩანს თუ არა. არა აქვს საცვლელი ჩოკები. ლულის სიგრძე გახლავთ 90 სანტიმეტრი. აბოიმა 7+1, 5+1. Armsan Phenomaსაც აქვს მსგავსი აბოიმი. საქართველოს ბაზარზე სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ვნახეთ, მაგრამ როგორც კი გამოჩნდება დაგვირეკავენ, იხსე სანადიროდ არის ძალიან პრაქტიკული.
ბევრი იძახით რომ რაც უნდა იყოს 3-4 ვაზნა და ასე შემდეგ, მაგრამ პირადი პრაქტიკიდან გეუბნებით რომ მერვე ვაზნითაც ჩამომიგდია გუნდში იხვი. შესაბამისად ვიცადიოთ იხზე, რაც მეტი ვაზნა გაქვთ, უკეთესი არის რომ გადატენაში თქვა რო არ დავკარგოთ. ჩავლაგდებით ახლა ნენელა დავიძინებთ, იმიტომ რომ 3 საათში ჩვენ უკვე უნდა გავიდეთ. მათესთან ვართ, სტუმრად სხვათა შორის მათე კვირაია, ჩვენი ძმაკაცი, ჩვენი კლუბელი, კარგი მონადირე და კარგი ჩვენი მასპინძელი. ხვალ გაგვიძღება წინ და ერთად ვინადირებთ იხზე. აბა დავიდეთ. ირაკლი, ბატონო, რამდენი ნავით ხარ, აბა შემოსული? 2-ით. 2 ნავით. 2 ნავით. მოფრეუდები? დავია და ველოდები. აი, აქელის. მათეს უფრო თავის ნაკრეთ შემოვიდა და მოფრეუდი ნახე, მაგანა რა დრეშია. მანქანა კარგათია. ძალიან მაგრათია სულთან. გიორგი, რას ფიქრობენ ძმა? ეხლა ეს პატევი? იხვება. მოვიდნენ შენ ამოალაგე. ვინ მოვიდა? ას ფიქრობენ ჩემო ბატონო და მოვიდნენ ფაბარმიანი ბიჭები. აგვიხა. როგორ? მეგონია რომ მოვა. კი. ამინდის არის შვენიერი ბიჭო. გამიმდინარეობს ნავების დაბერვა. ხალიდა ეხლების ფიტუნების ჩაღრა. ახალტვინი? გალამაზად შეხარე. ესე ხამ. აი ჩვენი ფიტულები ჩავყარეთ. კარგად, მაგრად. ჩართული გადის. ჰა? ვერა.
ჰა? ნახე. კი, აგერ არის. ესეც პირველი არ მოვკარე. მუშმას ყვამა. ქართული გამგონი. ხო. კლავ. არა, ოხ, ნახე რამდენი ჭამი შეხედა მაგ. უე. საიხა. ისე სადაჭე. საკიდი. ვადვიდე. Show. Oh, such a word. ხალაზული იხვი. ფეხით შედი მაგ. ჩანს. იგა დაგემალა? 90 სანტიმეტრიანი ლულა იგა. მამალი ხარაზული. ნახე სადა აქ თამოხვედები ბიჭო. თვალში. თოფი მანახე, თოფი. ლულა. მისიგზე ლულა. აი, ვინ თქვა რომ არ გავა მითხარ, აი ვინ. მაგარია ძა, საოლიგა. კილოცა. გაიხარე. ბიჭო რა გინდა? იგა ესენი დაკრუგავენ ახლა. იქი დაღე წინ. და უკან მეორე გული მო. აბა ბიჭო აბა. აცალი. დავაი. არა, არის. უნდა მესურა. Блядь.
დაგვინახეს. დაგვინახეს. აგე კიდე ორი ცალი. აცალი. არესო. იქა ესე მიჯდებიან. აცალი. იქა აცალი. ვაიმე აცალი. ვაი, კიდე ცოტა და ეგა არა. ვაი. კიდე. აი ჩალიჩებს ამას. მისო. ჩვენ 4 კაცი რომ მოვედით, ჩვენ ერთმანეთ თავი აგიყვარდეს და ის საქმე აგიყვარდეს, ასაც ვაკეთებთ. აქ, ეხლა ვისაც ეს არ უყვარს. იხსენ ნადირობა, საერთოდ არ უყვარს და ვინც აზი არ არის, ჩვენ ეხლა იმათ რომ აქ შემოგვქოს და დაგვინახოს იტყვისო, ჩვენ ამათო გააფრინებს. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ვინა ვართ არა ვართ. მოდი ჩვენის თავადობით შემოძამეკო. ჩვენი სიყვარულის თავადობით ყველა მონადირეს გავუმარჯოს. სიცივეა თუ ზამთარია თუ წვიმა, ჩვენს ამიკო მაინც პატიქვით. კი ბატონო. მათე, გაგიმარჯოს. გიო, გაგიმარჯოს. გაიხარ. რიკა, გაგიმარჯოს. გაიხარე. გაგიმარჯოს. ვაჟიკოსაც გავუმარჯოს თავის კამით. გაგიმარჯოს, ერთად ვიყოთ, თავარია და ჩვენს მაგაცობა, ჩვენს სიყვარულს, ჩვენს ნადირობის სიყვარულს გავუმარჯოს, რომელიც გვაერთიანებს და მართლა აი რამდენი ხანი გვეძინა გუშინ, ხო? ადექის, დაწეკი დაიძინე. დაწეკი დაიძინე, წერას დავამარჯო. რასაუბრ წერას ასეთი პული შევჭამე. მე ის კოკორინას რო მანახე. ჩაუ. მანახე და ერთ. არა. აი, აცი გადააგიბრა. დავასრულეთ დილის ნადირობა. საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. ბიჭებო, როგორ ახართ, აბა? დაღლილები კი ხართ, ვიცი, მაგრამ დაღლილები ვართ, მაგრამ ძალიან ვისიამოვნეთ. მე პირადად დღე არასდროს არ დამავიწყებ, აი, ძალიან მაგარი ნადირობა გამოვიდა რა და მადლობა შენ ჩემო ძმაო ამისთვის და სუპერი იყო. ჩვენმა ძმებმა ვინებიც მონაწილეობა მიიღეს. ადგილობრივებიც დაგვხდნენ, აბა რა. მაგათაც ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე გვასიამოვნეს. გადაყვნენ ბიჭები, მოკლედ გულისული ჩადეს და შედეგიც გვაქვს. შედეგის დაიდო და ძალიან დიდი მადლობა. აბა, თავარი მონადირე. ირაგლი, რა უნდა ვთქვა? აგერ არის შედეგი, აპატიცაგეზეა. კი ბატონო. ყველაფერი კარგად იყო. ხო, ყველაფრის გადაღება ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ ძალიან რთული პირობები იყო წიმდა. სამწუხაროდ ჩემი GoPro-თი ვერ გადავიღე ფაქტობრივად ვერაფერი, თელი ღამე სატენზე მქონდა მაინც დატოვებული ელემენტები, სავარაუდოდ გაფუჭდა და დილას რო ჩავრთე 6%-ზე იყო ელემენტები და ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ ბიჭებმაც მოახერხეს ხო, ორი კამერა ჰქონდათ და კი, რაღაცები GoPro-თი გადავიღე, რაღაცები შოტკამით გადავიღე. ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს კადრები ნანახი, ამ ყველაფერს კომპიუტერში შევიტანთ, იმედია ყველაფერი მოგეწონათ. აქ არის შედეგი 22 ცალი დილის გადაფრენაზე. ესე ვაშრობთ ფიტულებს, საფარს, აგერ არის ჩვენი Subaru, ნავი, აქ ჩვენი 20 ცხენი ძალიან ინძრავი და აი ესე ვართ ერთ-ერთ სასტუმროში ზუგდიდში, რომელსაც ქვია შორენას guest house-ი, შენივრად დაგხვდნენ, შენივრად მიგვიღეს, იმედია ნაწყენები არ დავტოვეთ ჩვენი ტალახებით. ბიჭებო, წარმატებებს გისურვებთ და მიხარია რომ მოგეწონათ. ერთ-ერთი კაი ნადირობა ჩავატარეთ, რა სიტყვით? ერთ-ერთი უმაღლესი დონის ნადირობა კვატაზე. მე ირაკლი ვიტყვით რამესო ძალიან გახარებული ვარ, რომ ორი კასტილით ვინადირე, დიდი მადლობა. ხელი ხო შეგიწყვეთ, რაც შეგვეძლო. დიდი მადლობა. გიორგი იყო ჩემი მარჯვენა ფეხი, ისა მარცხენა ფეხი. მარჯვენა ხელი. კი, და კიდე მადლობა მათეს და გიორგის კიდე. ენაც ვარ, აუცილებლად. კაი ბიჭები. აბა, წავედით. იმედია მოგეწონათ ჩვენი ნადირობა. კლუბი მონადირე.